დავიწყეთ ლაპარაკი ამ ინდუსტრიის პრობლემებზე რა. ყველა ამ ინდუსტრიაში ამდენი წელი გვაქვს გატარებული და დავიწყეთ უბრალოდ ფიქრია რა პრობლემები აქვს. სად გაიყინა, რატო ვერ ვითარდება? აი რაღაც მომენტი რო იყო, მაგარ ხოძე რო იყო ჩვენი ინდუსტრია ეხლა რატო აღარ არის ეგრე რა? რაღაც დამკვეთის მხარეს რა ხდება? სააგენტოს მხარეს რა ხდება? რა პრობლემები აქვს ერთ მეორეს პროცესში ხო? აი მართლა უბრალოდ ვიკრიბებოდი და ვლაპარაკობდით რა. ეს ხალხი საწავიდა, ვიღაცები მართლა წავიდნენ, ფიზიკურად წავიდა, ხო? სამწუხაროდ. და ამ რაღაცა ბევრი ვილაპარაკეთ რაღაცა და უცებ ვიფიქრეთ რომ გამოსავალიც ვიპოვეთ და რაღაც ეგრე გაჩნდა სუპერმარკეტი. მე რა ვთქვით რომ მოდი რაღაცა საქმიანი ფორმა ხონდა მიეცეს და საბოლოო ჯამში სუპერმარკეტი კლიენტისთვის ერთი დიდი სააგენტო არის, ესეთი ტოპ რესურსებით და გამართული პროცესებით და პასუხისმგებელია თავისთავად ეს ბრენდი სუპერმარკეტი არის პასუხისმგებელი იმ პროდუქტის და სერვისის რაც შიგნით იქნება, თუმცა ბექში არის საინტერესო რა, განსხვავებული სინამდვილეში მარტივად ბიზნეს მოდელი არის, რომელიც რაღაც კონკრეტულ პრობლემას დაკვირვებით შეიქმნა, ხო?